ადრე ვჭამე ძალიან. და მაინცსა და მაინც კაი შთაბეჭდილება არ დაგიტოვა, ხო, როგორც ის. შენი იმიდან. გადმოსახედით. შენი გადმოსახედით. ანუ ჯერ ხინკალივით უნდა გააკეთოთ. ერთმა შემეკითხა, უცხოელი იყო რა, რომ ხაჭაპურში ყველს როგორ დადებდოთ რა, მეთქი ბავშვობიდან მეთქი ეგრეა. მოკლედ. ხლა არ ამგონია რომ მე მაგარი გამომივიდეს, მაგრამ ყველა ვარიანტში ვეცდები რომ გამომივიდეს მაგარი. მანამდე ტაფა უნდა დადოთ და გააცხელოთ. ოღონდ ესე რაღაცა საშენად კი არა. საშუალო დონეზე და ცოტა კარაქი უნდა დააგდოთ. ანუ ესეთი რაღაცაა. აი ესე. მოკლედ სუპერ ლობიანი გამოვა. ბატონო დავით. ისმენ. ეხლა მე კარაქს დავაგდებ. და იმედია, რომელიც ხელია. აი ესე, ხო? აჰა, გაცხელდეს. რას რეალი? რას რეალი? ხელია ტაფა და მაგრამ სიზონს კაცო. ავიღებ ეხლა ამას. რა ცოტა ინგრედიენტი უნდა? როგორ? ლობიანს რა ცოტა ინგრედიენტი უნდა თქო? ლობიანს უნდა ლობიანი, კაცო. ლობიანს უნდა ლობიო. არ ცოტა ინგრედიენტი უნდა რა. ანუ თან ადვილი გასაკეთებელია ძალიან. არა, ამას ერთი მუღამია კიდე. როცა ამას და მალე კეთდება. უნდა გააკეთო სიყვარულით, გაიგე? თუ სიყვარულით არ აკეთებ, არაფერი არ გამოვა. აი რომ გაჭმევ ნახავ რა. მე ახლა ხო იცი რომ მაგრამ მიყვარხარ. იმიტომაც გავაკეთე სიყვარულით. მოკლედ. თუ კინის ღუმელი არა გაქვთ, ესეთი რაღაცა შეგიძლიათ გააკეთოთ გაზ ქურაზე.